აი არ ვიცოდი რომ მწვანე გეცმეოდა და სიმწვანეში მოგიყვანე. კი ბატონო. როგორ ახარ? მოგბრძანდი. კაროსლაში. აქვე დავბრძანდი, მე კი დავჯდები. ეგ გიტარა გამოგვადგება, მაგრამ ჯერ შეგიძლია დაასვენ. თუ კი დადი აქ. დააბრძანა იმაზე რა ქვია, თახცე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და ო, ეგეთი გიტარა, ესე კიდევ, ესე დამჯერი გიტარა. კი. ო, შენ მოაწყა ეგრე თუ ეგეთია? არა, ეგეთი შექმნეს. რა ჭკვიანურია. მადლობა და მიხარია რომ გვექნება საშუალება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შენი თავი გავაცნო და შენი ბენდით გამოცნოთ. კი ბატონო. მაგრამ სანამ ბენდზე გადავალთ, უთხრათ ორი სიტყვა, იმიტომ რომ მე ვიცი ცხადია რომ შენ საკმაოდ დასრულმა დაიწყე აი ამ ინსტრუმენტთან და სხვა ინსტრუმენტებთან ურთიერთობა. კი. და მოყვარული ხარ. ცოტა შუა ასაკში მომიწია 15-16 წლის ასაკში მომიწია მუშაობა გიტარასთან. ძალიან შემიყვარდა რა. აი 3-4 ღამე რო გავათიე, მე მივხვდი რომ ჩემი არის რა. მანამდე არ ქონა საერთოდ ინტერესი? 15 წელი ყავი რო დაიწყე, ხო? კი. სულ 1 წლის ხარ, მაგრამ კი, მაგამდე ინტერესი ზოგადად მუსიკის მიმართ სულ მქონდა და ძალიან მიყვარდა. სულ მინდოდა რომ რაღაცას ან ცეკვა ან დაკვრა შემიძლებოდა. რომ ხედავდი თუნდაც მსახიობობა, ანუ სცენაზე რო ვიღაცას ხედავდი, ძალიან მიხაროდა რა, ასე ვთქვათ. ხო, აღტაცებული ვიყავი და მეც მინდოდა რომ ჩემზე აღტაცებულიყვნენ ეგრე. რატო არ ქენი? ქენი? არა, მანამდე ბავშვობაში რატო არ ქენი? ბავშვობაში არ მქონდა შესაძლებლობა მაგდენი რომ ექნა და ნუ მერეც ცუდი გიტარა მქონდა ძალიან, მაგრამ ისე მართლა 5 წუთში ისწავლე გიტარაზე და. კი, მართლა. როგორ იყო ეგ ამბავი? მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. ხო და ანტონიო ბანდერასის იმას ვიკრავდნენ. გუსტადო კარგით ხო? ხო და ეს ჩემო ძმაკაცმა რო გიტარა დადო და დავინახე რა აკორდებსაც იღებ და მეც გავიმეორე და რო გამომივიდა ხო რა. ისე რომ მანამდე დაკრული არ. არა. მეთქი ვა, მეც გამომივა ალბათ მეთქი და იმის მერე ასე იმის მერე აღარ გემდე სადღაც რა. და მე ვიცი რომ აი აკუსტიკურის გარდა ყველანაირ გიტარაზე ვუკრავ. კი, აბსოლუტურად ყველანაირ გიტარაზე. კიდე რაზე ვუკრავ? კიდე ბევრ რამეზე ვუკრავ. პიანოზე ვუკრავ? პიანო, დრამი, რავი, სიმებიანი, კლავიშიანი. პროფესიული განათლება არანაირი თეორიული განათლება, მხოლოდ პრაქტიკული განათლება მაქვს და გამოსწრება. ისე არიან ეგეთი დიდი მუსიკოსები მსოფლიოში, შენსავით მოყვარულები არიან და ძალიან ბევრია. მაგალითად, ეხა პირველი ვინც მახსენდება ერიკ კლეპტონია თუნდაც. საერთოდ არანაირი განათლება არ ქონია. ძალიან ბევრი გიტარისტი და მუსიკოსია კიდე, ვისაც თეორიული განათლება არ ქონია. უმეტესად ბლუზმენების არც, ნუ ბიბი კინგი იყო ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ვინც მახსენდება განათლებულებიდან, იმიტომ რომ ბლუზის უმეტესი თეორია მან და ალბერტ კინგმა შექმნეს. განათლებული კარგად ხარ, გეტყობა. ასე თუ ისე. რომელია შენი ყველაზე მაგარი, აი შენთვის მისაბაძი მუსიკოსი? გიტარისტი, ამერი, ბიბი კინგზე კარგად გავუსვი ხალხი. ბიბი კინგის შვილსაც შევეხები ჩვენ, მაგრამ კი. აი ვინ არის შენი აი რაღაცა პროფესიულად აი მწვერვალი. აუ ძალიან ბევრია. ორი მითხარი, უცებ ვინც გახსენდება. არ ეწყინებათ ვერ გაიგებ. უცებ, რავი, ანგუს იანგი, AC/DC-ის გიტარისტი. თუნდაც და ბლუზში ბიბი კინგი რა ალბათ. ბიბი კინგის შვილთან შენს კოლაბორაციაზეც გითხარი რა, ეს ძალიან მაგარი ამბავია და ყველა განსხვავება არ აქვს. ბიბი კინგის შვილამდე მე მქონდა გამოცდილება ბლუზ ფესტივალზე ვუკრავდი. ლაგოდეხის ფესტივალზე. კი, ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალზე უმაგრესი ფესტივალია. და ძალიან მაგარი ორგანიზატორები ყავს და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ, რომ ეს ლეგენდები ჩამოყავთ საქართველოში. ნუ რავი, მაგამდე სანამ ბიბი კინგის შვილამდე მივიდოდი კარლოს ჯონსონთან უკრავდი, რომელიც ასევე ბიბი კინგთან უკრავდა, შერონ ლუისთან, ჯიმი ბერნსთან, ჯეიმს ბრაუნის საქსოფონისტი ვალდო ვოთერსი მასთან ერთადაც მაქვს დაკული და ნუ ბოლოს საუნდჩეკზე ესე ბიბი კინგის შვილთან კლოდეთთან დაგეგმილი არ იყო. უბრალოდ ჩემი ბენდით უნდა გავსულიყავი, ტრიბუტი მქონდა მე და ჩემ ბენდს და საუნდჩეკის მერე ისე მოგვეწონეთ კლოდეთს, რომ აი სცენის კიბეებთან გველოდებოდა და იქ მოვიდა და იქ მითხრა, რომ მოდი საღამოს ერთად დავუკრაცვით home Chicago. ანუ თუ გეუნება მაგას ბლუზმენი და მითუეტეს ბიბი კინგის შვილი, ესე იგი უკვე ჭიშკარს გიხსნის ბლუზის სამყაროში. ამ jam sessions თუ დაუკრავ. ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო შენთვის? აუ ძალიან. ისეთი იყო 1-2 საათი არ მჯეროდა უჩმიტა. ძალიან მაგარია. ბენდი რადგან ახსენე, ბენდზე მივალთ ჩვენ, მაგრამ ძალიან ბევრს ხა გაუხარდება, ზოგი შეიძლება გაუსწრეს, რომ შენ ჩვენ ახლა ეს უნდა გავაჯეროთ, ხარ სასულიერო პირის შვილი
და სასულიერო პირების ოჯახიდან იცით რომ ასევე შენი ბიძა ათონზეა ბერი, ხო? კი. გითხარი ესეც და აი მამას ოჯახს რა რეაქცია ქონდა როცა გაიგეს რომ შენ გიტარით წახვედი ამ სფეროს დავაკავშირდი. იცი რა არის, თავიდანვე კარგი ის ქონდათ, იმიტომ რომ თავიდანვე დღემდე და საოცრებლები იქნებიან, ხარში მედგებიან, დარწმუნებული ვარ, ჩემი მშობლები, ჩემი და-ძმა, ჩემი მეგობრები, ჩემთვის ძვირფასი ხალხი. პირველ რიგში მშობლები, რა თქმა უნდა. ეს რო გაიგეს, რავი, პირველი გიტარა მათ მიშოვეს. ეს სახლობებში დარიყო, მაშინ არ იყო მართლა ამდენი საშუალება, რომ აი ტკავდა უცებ მაგარი გიტარა მინდა სიტყვაზე ვთქვათ რა. ძველი რუსული გიტარა ვიშოვეთ და იმაზე ვისწავლეთ და სუსისხლიანი მქონდა ხოლმე თითო. არა არ ეშვებოდა. ხო, ლურსმაზე გამობული სიმები და დაშორება სიმის ამხელა რო იყო გიტარასთან და საშინელებები. მაგრამ ნუ ალბათ ადამიანი წვალებაში და შრომაში იზრდება რა. მამას ხო არ აქვს რამე შეხება მუსიკასთან დაკვრასთან, სიმღერასთან? ძალიან წარსულ დროში როგორც მეუბნებიან მეგობრები, მამა ჩემის ჰქონდა კი. ლაგოდეხი მსახურობს მამა? კი. ბიძა მამა ტრიფონი ათონზე. დიახ. ათოპედის მონასტერში. ცხონებული ნათლია ჩემი იყო მეუფე სერგეი. უი, რას ლაპარაკობ? მეუფე ხა? კი, ასეთ წრეში ტრიალებ ბავშვობიდან. მაშინ მოდი ცოტა ხანი მუსიკა შევეშვა და რადგან ახსენე ეს ამბავი, უნდა კითხო სასულიერო პირის ოჯახში გაზრდილი შვილი, მდელთავარი ნათლია, ბიძა ათონის ფაზე. შენ თვითონ აი ეს ტაძართან ღმერთთან ურთიერთობა, როდის გაცნობიერე ხომ, როდის დაუკავშირეთ გიტარას გითხარი. თუ იყო ეს მომენტი, შენ დამოკიდებული როგორია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს სასულიერო პირის შვილი და არ იყოს ახლოვან პირიქით, მაგრამ აი შენ თუ გაგვანდობ ამას. ზოგადად ისე შეხება ბავშვობიდან, გათვით ცნობიერება, რასაც ქვია, ეგ ეს ბავშვობიდან მაქვს, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება რომ იცოდე, ყველაფერი ვიცი. ალბათ თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული თეოლოგიაზე, თითქმის არ ვიძახი რომ ყველაფერი. ხო, მაგრამ რაც ასაკიდან გამომდინარე შეიძლება. ნუ კი, ანუ ბავშვობიდან რაც შეიძლება რომ გასწავლო და ზოგადად ეგეთ წრეში ტრიალებ, ანუ გინდა არ გინდა, სულ რო წიგნი არ გადაშალო და არ ისწავლო, გესმინება და სწავლობ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი საინტერესოსაა პირველ რიგში თეოლოგიას და ისტორიაც, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე თეოლოგია და ისტორია ვერ იარსებობენ. ბავშვობიდან ისტორიაც მიყვარდა მე ძალიან და მიყვარს დღემდე რა. მამასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა და გაქვს, იმიტომ რომ სასულიერო პირის ცხოვრება, ვინც იცის, ძალიან რთულია. ზოგადად რთულია. შეიძლება ხანდახან არჩიებოდეს ოჯახისთვის დროც და მით უმეტეს რამდენი და-ძმანი ხართ? 4. 4 და აი მამასთან ურთიერთობა დანაკლისი ხო არ ქონდა როდესმე მამის? თუ ახერხებდა? დანაკლისი არა, რთული ურთიერთობა რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ იმას სხვა შეხედულებები აქვს, შენ სხვა შეხედულებები ხარ თან მithumetes 15 წლის რო ხარ და ხო კი, ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ანუ მომწონს მუსიკის ესეთი მიმდინარეობები, რომელიც მაგალითად ეხა მისაღები არ იყვება ჩემისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში შევთანხმდით იმაზე, რომ მე უბრალოდ ეს მუსიკა მომწონს და არა რაღაც კრიტერიუმები, რაც მას მოიცავს. ხო. ახერხებდი ან ახერხებ ან ბავშვობის მომენტში იყო რომ დავუშვათ აი ჩართული ყოფილიყავი საეკლესიო ცხოვრებაში, აღსარებაზე არევა. კი, ყველაფერში ჩართული იყო. აბსოლუტურად. აგრძელებ ამას? ნუ იცით რა, ეხა არ მოვიტყუები და შეიძლება ის დაგვარად, იშვიათად მიხერხდება ეხა ტაძარში სიამოვნებო. მაგრამ შინაგანად? ნუ შინაგანად დაკავშირებული ვარ მაინც, რაც არ უნდა იყოს ბავშვობიდან, როცა ესეთი გამოცდილება გაქვს ამ ბავშვში და ესეთ წრეში ტრიალებ, შესაბამისად ბევრი მადლია შენზე და შეუძლებელია რომ კავშირი შეწყვეტო. ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ. და ნუ ჩემებურად მესმის მე ღმერთის და ჩემებურად მწამს. და მე ვიცი რომ სულ ჩემგვერდითაა, ეხა სცენაზე ვიქნები, იქ ვიქნები თუ აქ ვიქნები, მე ვიცი რომ როგორც ჩემი მეგობარია, ისეა ჩემთვის ღმერთი რა. ყველას თავისებურად ხედავს ამ ყველაფერს. მე უფრო მოესწრო შენს ამ მუსიკალურ ამბებს. კი, მოესწრო და ძალიან ბედნიერი, სულ ძალიან ბედნიერი იყო, სულ ძალიან უხარავდა. ნუ ნებისმიერი ადამიანი ჩემ გარშემო ვინც იყო, უცებ ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ყველაფერს თავზე ვიმხობდი და უცებ დავწყარდი და რაღაცა ირჩი. ხო, რაღაცა ურჩეს, ხო, ყველაფერს მიდებული ვიყავი, ხარ ამიდოდა ხარ სპორტი ხანის და ბოლოს აღმოაჩინე რომ თურმე ეს ყოფილა ჩემი და მართლა ჩემი ყოფილა. მეც ამისი ყოფილი ვარ და ეგრე ხშირი ერთერთობა ქონდა მეუფესთან ახერხებდი ხშირად.
ნახოს. კი, სულ ყოველთვის როსლა გუდეხში. განსაკუთრებული იუმორით გამოირჩეოდა მე უკვე სხვათა შორის ეს მახსოვს. კი, განსაკუთრებული იუმორით და განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა ხალხის მიმართ. თორემ მე არ მახსოვს წირო არ მორჩენილი იყოს და შემდეგ მე უფეს კანფეტები და ისინი არ დაერგებინოს ბავშვებისთვის, ანუ ეგ იყო ტრადიცია. და მართლა ყველა ბედნიერი იყო და აი ცოცხალი იყო ყველაფერი და იგრძნობოდა ხალის პოზიტივი და ის მადლი მართლა რაც უნდა გადმოგეფინოს ასე ვთქვათ რა. ეგ ხო არის ბედნიერება და ხიარულება რა. ბავშვს რო თუნდაც ერთი კანფეტი მისცე, ის უკვე მაგისთვის ძალიან დიდი მადლი და ბედნიერებაა. თუმცა ძალიან კარგი ადამიანი იყო მე ვფიქრობ. შენ თვითონ გძნობ, აი შეგძნებითაც ცოცხლად, რომ აი მუდოლთორის ნანთრული ხარ, სასულიერო პირის შვილი ხარ, ათონზე მოღვაწე ბერისტი შვილი, ამ რაღაც განსაკუთრებით მოგცნობ, იმიტომ რომ მადლი ყველაზე მოდის, ოღონდ ჩვენ როგორ გვინდა რომ მოვიდეს თუ არა, მაგრამ მინდა არ გენდა შენ რა თქვი თავის დაუწყდება, როცა ისეთ სასულიერო პირებს ტრიალებ, კიდე სხვა მადლია. გძნობ შეგიგძნია რაღაცა განსაკუთრებულ ფარველობაში. კი, მაგას უგზნობ, მაგრამ მაგასთან ერთად ერთი ცუდი ფაქტორია ის, რომ რამდენადაც ამ წრეში ხარ და ის მადლი არის შენთან ერთად. პასუხისმგებლობა. ჯერ გვერდზე ეს ბოროტის ყავს აუცილებლად რა. ანუ ეს სიბოროტე ხარ რაში გამოიხატება შინაგანად მოდის ეგეც იდეაში, ცუდი ფიქრები, ცუდი რაღაცები. ნუ ამასთან გამკლავება ყოველთვის გვიწევს, როგორც სასულიერო პირს უწევს გამკლავება თუნდაც აი ახსარებას როცა იბარებს ხვის ცოდებთან, ეს თავის თავზე იღებს ამ ყველაფერს. როცა ესეთ წრეში ხარ, ავტომატურად შენზეც გადმოდის ეს ცუდი რაღაცეები რა, მაგრამ ცხოვრება ხო ბრძოლა და გვიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. მაგრამ პასუხისმგებლობაც ხო არის, რომ სასულიერო პირის შვილი ხარ? პირველ რიგში არის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან ბევრ სფეროში. იმიტომ რომ თუნდაც ბავშვობაში ყოველთვის იყო მომენტი, რომ რაღაც თუ აინტერესებდათ, ყოველთვის მეკითხებოდნენ და დღემდე ეგრეა, რომ რამე თუ აინტერესებთ, გინდა მაგხრივ, გინდა ასე და გინდა ისე, ბევრ რამეს უმეტესად მე მეკითხები. ცოტა გამადიდებელი თუშეთად გიყურებენ ალბათ, რომ და უდლის შვილი ხარ. ცოტა არა. მუდმივად დაკვირვების ქვეშ ვარ ბავშვობიდან. და დარწმუნებული ვარ ეს გათავისებული გაქვთ. აი დაუბრუნდეთ მუსიკას, ბენდი ახსენე, ვიცი რომ ერთი ბენდი და ახლა მეორე ბენდი შექმნით რამდენიმე მუსიკოსმა. აი რა არის ამ ბენდის თქვენი მიმართულება, რა ჟანრის მუსიკას უკრავთ, როგორ ხედავთ, თუ რამდენიმე თვეა ახალი ბენდი რაც დააფუძნეთ და გაგვაცანი შენი. კი, რამდენიმე თვეა. იცით მე ორ ბენდში რეალურად. ის ჩემი მეორე ბენდი საავტოროა, სადაც ჩემი დრამერი გავიცანი. ის ბენდიც არის და აუცილებლად იმითაც გავწყინდებით, რა თქმა უნდა, ეჭვს ამეპარება. მეორე მხრივ ეს ბენდი რაც შევქმნით, რაშიც თავიდან მიმიწვიეს და მე გადმოვაგება და ხარისხება მოხდა რაღაცეების. საკმაოდ კაი cover ბენდი ვართ. მოდი ესე ვთქვათ, რომ თუ სანამ საავტოროებამდე მიხვალ, პირველ რიგში იწყებ მუსიკალურად, როგორ ვეწყობით ერთმანეთს ჩვენ ყველა. რა მიზნები გვამოძრავებს? შეიძლება ვიღაცას კლასიკა მოსწონდეს, ვიღაცას ჯაზი, ბლუზი მოსწონდეს, შეიძლება იმას soul-ი მოსწონდეს, მაგრამ აი ამ ერთიანობაში როგორ გამოვიყვანთ ამ ყველაფერს, ეგაა მთავარი, როგორ დავაქავერებთ ამ ყველაფერს. როცა შემდეგ ამ ყველაფერს დავაქავერებ და კარგ მუსიკას გავაკეთებ, მე უკვე კარგი შენივე მუსიკის შექმნაზე იწყებ რა ფიქრს და ეს ჩემი აზრით თანდათან მოდის მუშაობაში, ურთიერთობაში და გამოცდილებაში. რადგან ახსენე, სწორად თქვი, რა თქმა უნდა, ჯერ რაღაც უნდა გავუგოთ ერთმანეთს და მაგრამ ალბათ ნებისმიერი მაინც საავტორო მუსიკაზე ფიქრობს. დაგიწერია შენ საავტორო გაქვს, რომელიც შეიძლება ჯერ არ არის, ძალიან ბევრი მუსიკა მაქვს საავტორო დაწერილი, მაქვს ფილმებისთვის დაწერილი. ხო, ესეც ვიცი, რომ ერთი ფილმი გააფორმე. კი, რომელთაც დიპლომები აუღიათ სტუდენტებს და ძალიან დიდი შექებაც დამსახურებია იმ ფილმს და მუსიკას და ნუ ყველაფერს თანხმედრაში ერთად. კი, ზოგადად მე რომ მუსიკას წერ რაღაცა ისე წარმოვიდგენია, რომ ფილმისთვის წერ მუსიკას რა. სულ კადრებს ხედავ? ხო, ანუ სულ კადრებს ხედავ და სულ ეგრე წარმოვიდგენია და ჩემი მუსიკას რომ მოისმინოთ, მიხვდებით რომ ანუ რაღაცა აი ამას რო ისმენ, რაღაცა მძაფრ. რა არის შენი? აი იღოთ გიტარა და ერთი აკორდი შენი მუსიკიდან, მე რაღაც, აი შენი მუსიკა რა არის? კონკრეტული რა, აი რაღაც უცებ მითხარი შენი მუსიკა, მე აკორდით მითხარი. კაი, გადაწყვეტილია რომ უცებ ბაიკით ვიღაც მითხრის. რა ბაიკი უცებ გამოიყვანე. იცი რა მითხარი? ქართული რეპერტუარიც არის ხო თქვენს ბენდის აი რა თქმა უნდა, ქართულის გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ ყველაზე გემოვნებიანი და კარგი მუსიკა ქართველებს გვაქვს. გვაქვს ბევრი ისეთი რაღაც რაც გონიათ რომ ქართულია, მაგრამ ქართული რეალურად ეგ არ არის.
ну აი თუნდაც ყანჩელი ჯანსუღ კახიძე რა ვიცი გააქვს რეპერტუარში კი მაგარია ძალიან ინოლა გურგულია რომელიც რავი ძალიან ბევრი მაგარი ქართველი მუსიკოსი ყოლია და ყავს ისტორიაში მაგრამ იცი რა კითხვა მინდა დაგისვა პირადად შენი ცალკე გავანებოთ ბენდის წევრის გავანებოთ ბენდის რეპერტუარს გავანებოთ იმას რომ რა შესთავაზოთ საზოგადოებას კარგად ეს სხვა მიმართულებაა და ეგრეთ წოდებული ქავერიც ამას გულისხმობს ხო მაგრამ აი პირადად შენი ცალკე აღებული მუსიკოსის საყვარელი ჟანრი მელოდია მიმართულება რა არის აი რომელი მუსიკა რო შენია და აი იმას ვიცი რომ მეგობრებმა მესმე შენმა რომ გიტარი ძინავს არ უშვებს კი ну ჩემი ძირითადი მოდი პირდაპირ როკი ბლუზი როკ-ენ-როლია რა აი ეს სამი ძირითადია ну ეხა ამას მე ძალიან ბევრი განხრა ხო ну ცხადია მეტალი რეგი ძალიან მასშტაბურია კი ძალიან ბევრი მაგრამ ძირითადი ეს სამია რა რაც ანუ მუსიკა რო იწყება ეგრევე რო აგათამაშებ ჩემთვის ეგაა რა ვიღაცისთვის მაგალითად შეიძლება კლასიკა იყოს ბახი იყოს და ბეთჰოვენი რომელმაც ძალიან ისეთი რეაქცია გამოიწვევს მაგრამ შეიძლება ჩემთვის AC/DC იყოს Black Sabbath იყოს ან BB King იყოს თუნდაც კლასიკა არ მოგწონს არ უსმენ კლასიკა როგორ არა ძალიან მოწონს მე ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკას უსმენ ყველაფერს არა ფიზიკურად ვერ მოусმენ ყველაფერს ადამიანი ეგრეა მოწყობილი მაგრამ ну კარგი და გემოვნებიანი რაცა ალბათ ყველაფერს უსმენ რა კლასიკა განსაკუთრებით მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი. ხო, ბაზაა ალბათ საერთოდ რა. კი, ალბათ ეგენი არიან ბევრი რამის საწყისები მუსიკალურ სამყაროში, იმიტომ რომ რაც მაგათ შექმნილი აქვს, დღემდე ვერ გამიაზრებია როგორ. როდესმე, აი, ბავშვობის წლებში მაინც, გალობა ხო არ გიფიქრე ან გიცდია? ნუ როგორ არა, კი, უმღეროდი. მართლა? კი, გალობდი კიდევაც ვღეროდი, ანსამბლშიც ვღეროდი, კი, ცეკვაზეც დავდიოდი. ანუ ბევრი რამეს ვიყავი ძალიან მოდებული რა. ნუ მუსიკასთან ეგეთი შეხება მხოლოდ სიმღერა მქონდა. მაგრამ ხალხურ ვღეროდი? კი. მაგრამ არ მიყვარდა სიმღერა, ვერ გრძნობდი იქ ჩემ თავს რა, ანუ ვერ გრძნობდი ჩემ თავს იქ. სხვა მინდოდა რა. გალობით აზარში გალობდი ხოლმე, გალობდი თუ შენთვის ის ბროლ ღირინებდი ხოლმე? არა, ესე ტაძარში სახურებაზე არა. ხო, ანუ სახურებაზე არ მიგალობია, მაგრამ ზოგადად გვიგალობია რა, შეგვისრულებია ჩვენ ანსამბლს. თუნდაც გალობა, თუნდაც ქართული სიმღერა, ფოლკლორი, რა ვიცი, ბევრი რამე რა. მაგრამ მე ვერ გზნობდი კომფორტულად. ხო, მაგრამ ჩვენ მრავალხმიანობაზე უნდა მითხრა რამდენიმე სიტყვა. ჩვენ მრავალხმიანობა რაც არის სოფლიოში მაგის ანალოგი არსად არ არის. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად რაც შეგვიძლია ხმებში როგორც შეგვიძლია გავშალოთ მაგას ვერ აკეთებს ვერავინ სოფლიოში და რამდენიმე ჩემი სხვა უცხო ქვეყნის მეგობრისთვის მომისმენებია ქართული ხმების გაშლილი რაღაც სიტყვაზე ვთქვათ ანუ გაგიჟებულან რომ ვა ის რა არის იქ რო ბანი ამოვა და იქ რო რიტონი ჩავა და რაღაცა ანუ და ეს სამივე რო თანხებაში ხდა ვერ ხდებიან ეს რა არის რანაირად შეუძლიათ იმიტომ რომ ამერიკელებს შეუძლიათ მაგალითად რაღაცა სამი მასში ოქტავაში იმღეროთ ანუ რაღაც ხო ანუ ეგ არ შეუძლიათ ჩვენ რა ხო ის იმათია ეს ჩვენია ხო მაგრამ ჩვენია და ძალიან მაგარია აფრიკელებსაც ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ რომ ხმებში შალონ მაგრამ აი ეს რა ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს კიდე არ აქვთ მაინც მაგათ ყველას თავისი კულტურა აქვს სიმღერის ძალიან ბევრს გავცნობილი ვარ მე და დღემდე ბევრი მომწონს და უსმენ კიდევაც და მომისმენია კიდევაც მაგრამ ქართულის ანალოგი ჩემი აზრით სოფლიოში მართლა არ არის რა კი ბატონო ბოლოს კითხავ შენი ბენდის გეგმებზე რა გეგმები გაქვთ რა ეტაპზე ხართ ახლა რა შვებით სადმე უკრავთ არ უკრავთ და ეს გაგვაცენე ბენდის სახელიც გითხარიო ხალხმა გაიგოს რა კი ბატონო ჩვენი ბენდის სახელია Red Crash Red Crash უცებ მოკლედ ვიტყვი რომ ნიშნავს მუსიკალური ენერგიის გადაცემას და იდეაში ჩვენ როგორი ტიპაჟებიც ვართ ბენჩი ვინც ვართ იმდენად პოზიტივს ვასხივებთ ხალხშიც ერთმანეთშიც ანუ თუნდაც ქცევით ლაპარაკით და მე ამ ყველაფერს რო ავდივართ და სცენიდან გადმოვცემთ ანუ ხალხი მე იღლება ყველაფრით. იღლება ამდენი პოზიტივით. კი, ანალოგიურს ვიბუნებთ მე. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მუსიკაში. როცა შენ მსმენელს გადაცემ, თუნდაც მსახიობისთვის კარგად იცით. ერთმანეთში ეს თუ არ იცვლება მორჩება და ტარს იკრავენ ძალიან დიდი სიამოვნებაა ხო ამ ანალოგიური სიამოვნებაა მუსიკოსთვისაც თანაგანცდა ხდება თანაგანცდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სცენიდან მე ამ ენერგიით 3-4 დღე ბედნიერი დადიხარ მართლა იმიტომ რომ ანუ ეს ენერგია შენ გადაეცი შენ უკან უფრო მაგარი ენერგია დაგიბრუნდა და მე მხიარული დადიხარ idеაში მთელი ჩვენი ცხოვრების мотиваციაც ეგა ხელოვანებისთვის რომ რასაც გავცემთ
ანუ ეს კარგი რაც ჩვენ ვიშრომით ამ ყველაფერზე ეს სპექტაკლი იქნება გიტარა თუ ნახატი კი, იქნება უკან დაგვიბრუნდეს ის კარგი ემოცია რა მაგარია. მაშინ რამე შეგვისრული ახლა კი, ჩვენ და ბატონო. ჩვენს მენელს და ამით შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა. კი ბატონო აბა მინდა. ბლუზე შევაჩერეთ არჩევანი ხო მადლობა ძალიან დიდი. წარმატებები შენ და შენ და მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავ. დიდი მოწვევა დიდი მადლობა. წარმატებები.